საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის წეს, რომ ტეხასური ნავთობ კომპანია Fronteras თანადამფუძნებელი რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას ქართული ოცნების სასარგებლო ლობირებას ეწეოდა და კონგრესში იმ კანონპროექტის წინააღმდეგ მოქმედებდა, რომელიც ქართულ ოცნებაზე ზეწოლას ისახავდა მიზნად. სააგენტოს ინფორმაციით სტივ ნიკანდროსმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რამდენიმე რესპუბლიკელ წევრს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის საკანონმდებლო ინიციატივის შეწინააღმდეგებისთვის კონგრესმენებს მადლობას უხდის. 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც სააგენტო Reuters-მა ნახა, ნიკანდროსი კანონმდებლებს ასევე მოუწოდებდა კანონპროექტის საბოლოოდ მიღების თავიდან ასაცილებლად, რომელიც კომიტეტზე დამტკიცების შემდეგ საბოლოო კენჭისყრას ელოდება, შესაბამისი ნაბიჯები გადაედგათ. სტატიაში ნათქვამია, რომ ამერიკელი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ორპარტიული ჯგუფი ბოლო თვეებია კანონპროექტის გატანასაც ცდილობენ, რომელიც რუსეთთან დაახლოებულ საქართველოს ხელისუფლებას დასჯის. თბილისის ზეწოლის გასაზრდელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია რესპუბლიკელი ჯოუსონის ინიციატივა, სავარაუდოდ ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც Reuters-ის სიტყვებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას აუკრძალავდა. სტატიის მიხედვით კანონპროექტის ავტორი ჯოუსონი ნიკანდროსის მცდელობით შეშფოთებულია. დააპირებს საკითხი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის რანგში განიხილოს. წერილში, რომელიც კომპანია TXN Energy-ს ხელმძღვანელის ხელმოწერილია, ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება დემოკრატიულად არჩეული ძალაა, ხოლო მსგავსი კანონპროექტი საქართველოს კიდევ უფრო მიუახლოვებს რუსეთს და დააზიანებს ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს, მათ შორის მის კომპანიასაც. TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს. სტაბილური ორმხრივი ურთიერთობების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულია წერილში. ნიკანდროსის ლობირება და უილსონის პროტესტი კაპიტოლიუმში მიმდინარე ხანგრძლივი დავის ბოლო მაგალითია. ორივე პარტიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ თბილისის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდის გაძლიერებისა და რუსეთისთვის ეკონომიკური არხის გახსნის გამო. საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა გამოცემას უთხრა. სტივ ნიკანდროსი პიონერი ბიზნესმენია, თუმცა საქართველოს მთავრობას მასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში არანაირი ლობისტური კავშირი არ აქვს. ტალიაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას გაუარესდა, თუმცა არსებობს შანსი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვითარება გაუმჯობესდეს.